თქვენ უბრალოდ გძულთ თავისუფლება. თქვენ გძულთ თავისუფალი და ამაყი ხალხი მთელი ევროპის მასშტაბით. განსაკუთრებით კი გძულთ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყნები, ერები და მათი შვილები. ასეთი ადამიანები თქვენი ყველაზე დიდი მტრები არიან. ასეთ ხალხს სურს დაიცვან საკუთარი ქვეყნები, რადგან ახსოვთ თუ როგორ მდგომარეობაში იყვნენ მათი ქვეყნები მათსავე ბავშვობაში. ამ ხალხს სურს თავიანთ ქვეყნებში მშვიდად იცხოვრონ არალეგალ მიგრანტთა ურდოების გარეშე, რომლებიც ქუჩებში აუპატიურებენ და ხოცავენ ქალებს და ბავშვებს. მათ სურთ საკუთარ ქვეყნებში ცხოვრება ყოველდღიური ტერორისტული აქტის შიშის გარეშე. სწორედ ამიტომ ვცდილობთ სიტყვის თავისუფლების ბოლომდე განადგურებას სოციალური მედიის პლატფორმებზე. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ თუ ასეთი ადამიანები თავისუფლად შეძლებენ თავიანთი აზრის საჯაროდ დაფიქსირებას, ისინი თქვენს მწვანე თაღლითურ პოლიტიკას არასდროს დაუჭერენ მხარს. არასდროს დაუჭერენ მხარს თქვენს საიმიგრაციო პოლიტიკას. არასდროს დაუჭერენ მხარს თქვენს ცისარტყელას ტრანსგენდერულ პოლიტიკას. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ ილონ მასკის X-ის პლატფორმისთვის უზარმაზარი ჯარიმა დაგეკისრებინათ, რადგან ის აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალებას აძლევდა უკლებლივ ყველა ადამიანს. მან ჩვენ ნამდვილი დემოკრატია შემოგთავაზა და თქვენ ეს ფაქტი ვერ აიტანეთ. ახლა ყველასათვის ცხადია, რომ არც მასკი, არც ტრამპი, არც რაიმე სახის სხვა უცხოური ჩარევა არ არის პრობლემა ევროკავშირისთვის. ევროკავშირის მთავარი მტერი ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი ევროკომისია. სწორედ თქვენ ხართ აზრის თავისუფლად გამოხატვის წინააღმდეგი და ჩვენ თქვენ ნებისმიერ ფასად უნდა შეგაჩეროთ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.